დილა მშვიდობის, როგორ ხართ? ჩემო სიხარულებო, ხომ ხართ? კარგად ყველა. გისურვებთ წარმატებულ დღეს. დღეს არის მოღრუბლული დღე, გუშინდელი მზიანი არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავალამაზოთ. რაღაცნაირად უნდა შევქმნათ ისეთი განწყობა ჩვენ სახლებში, რომ ზე იყოს. პოზიტივი, სიყვარული, სიხარული შემოვიტანოთ. ყავა უნდა დავნიო. რა თქმა უნდა, უკვე 12 დაიწყო, ამ დროს ხოლმე ეგრე გამოდის სულ და გიამ ჩაი დაიყინა. ჩაიც კი სულ ახალია ეხლა, პრინციპში ახალ დაყინებული. ხო იცით, კარგია ხოლმე, მაგრამ მე ყავა მინდა. და წავიდე სამსახურში. ჩვენ ვართ სახლში, მე, ჩემი ბიჭები, აქ ნიკა იწვევს სხვათა შორის ამას. თვითონ დაიჭრა. უყვარს ძალიან წვრილად დაჭრილი და ზოგჯერ ხოლმე მე ცოტა სულად გამომდის უფრო რა ვიცი და თვითონ დაიჭრა ეხლა. ხო, ჩვენ დავიდიოთ ეხლა. უნარეთო ყავა, კომენტარები წავიკითხე, ისეთი ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ადამიანი როცა შენიანია, როცა ხედავს სიმართლეს, როცა აფასებს ნამდვილს, ის რაც კეთილია, ის რაც მთავარია ცხოვრებაში, აი ამას რო აფასებს, ესეთი ადამიანების ჩემ გარშემო ყოფნა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უღრმესი მადლობა თქვენ ამ კომენტარებისთვის გუშინდელ ვიდეოს ვგულისხმობს, რომ ვალაგები ვანასო ვალაგები. მე მგონი წვიმა კიდევაც მათი, ხო? ხო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, გოგოებო. ნამდვილად გეთანხმებით. ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა ისეთ სხვა მეწერენ, არ ვიცი როგორ თქვა, მათი გადმოსახედიდან მათ ადგილზე რო ვიყო, მე მაგალითად არ დავწერდი მაგას. არ დავწერდი. იმიტომ რომ დღეს ისეთი ცხოვრება არის, ისეთი რთული არის, რომ მიაღწიო რაღაცას. იყიდო, გააკეთო, ავეჯითაც მოაწო, ყველაფრით აბსოლუტურად. მე უბრალოდ აქ რო ჩამოვსულიყავი თბილისში, რა ვიცი, ერთი სახლი გავყიდე, მე ხიდის თავში გადავედი და ბევრი ვიწვალე. თორემ მანამდეც ვფიქრობდით და გვინდოდა ჩვენ თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ გორის ბინა რო გავყიდეთ, თბილისში ვერ წამოვიდოდი, არ მომივიდოდა. 13,000-ში. არ მომივიდოდა არაფერი. შედარებით უფრო გაძვირებული იყო უკვე მაგ დროს. უნდოდა 24,000 მაგ დროს. მე როგორში გავყიდებინა და. არა გქონდა მაგდენი და ძალიან ახლა გასაკეთებელი ბინებიც კი ეგეთი ვიყიდეთ ჩვენც ახლა, ხო, მაგრამ აი როგორ გითხრათ, შეიძლება მეყიდა კერძობინა 2 ოთახი რო არის ხოლმე, ხო იცით, ნახალუკაში. ჩემი დეიდაშვილები ცხოვრობენ იქ და რაღაცა ეგეთიც არ მინდოდა რა, უფრო მინდოდა თავრობის ბინა, ძალიან რო იშლება ეხლა ეგეთი სახლიც არ მინდოდა. ხო და ანუ ვიწვალე იმ გაგებით, რომ მე ხიდის თავში ის რაღაცა 5 წელი ცუდი არ იყო, კარგი იყო. კარგად ვიყავი ეგ პერიოდი, ის კი არა ვფიქრობდი, რომ თავრობის ბინა ისეთი ერთ პერიოდი ვფიქრობდი, რომ აი კერძო ბინაში მიჩვენია ცხოვრება, მთავრობის ბინაში ალბათ აღარ ვიცხოვრობ მეთქი. ვფიქრობდი ერთი პერიოდი, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდ ბინაში ვცხოვრობდი გორში, არ ვიცი, განთქმული არის ეგ ბინა რა. განთქმული არის რაღაცა თავისი იმითი.
ტაქსაც კი არ უნდა ხოლმე მაგვინაში შესვლა ეზოში. Წარმოიდგინეთ, ისეთი ბინაა, რაღაცნაირია, რა ვიცი. ტოლვილების ბინა იყო და ეს ომგამოვლილი ხალხი, ალბათ თავიანთი ბრალიც არ არის, მაგრამ ცოტა ისეთი სიტუაცია იყო დაძაბული, გაღიზიანებული ხალხი ცხოვრობდა რა და თელგოში განთქმული იყო სიცუდით ეგია. ხოლო რაღაცა მაგბინამ ცოტა ისქნა ჩემი შეხედულობები, ან მე კერძო ბინაში გავიზარდა, ხოლო ჩვენი სახლი მე რო გავთხოვდი, მაგბინაში 1 წელი ვიცხოვე და ისე დამყარა, მაგრამ თვითონ სახლმა არა, ეზო ხალხმა ვერ გაივლიდი, სუგარეთ ბიჟები იყო და მთელი ამბები და დამყარა მაგბინა. მე თითქოს ცოტა დავისვენე, ხიდის თავში რო გადავედი, მაგრამ ანუ სოფელში ფაქტიურად გოგოებო ვერ ვიცილებთ. აი ვერ გავწევი, 5 წელი ცოტა არ არის ვიცხოვრე, მაგრამ სულ რო ის მეცხოვრა ბოლომდე, აი ვერ არის, იმიტომ რომ აი 10 წელი ვიცხოვრე ქალაქში, პატარა ვიყავი, რამდენი წელს ვიყავი ხო, ისა რო გავთხოვდი და იქ გავიზარდე, იქ დავხარდი და გამომიწია ისე ქალაქისკენ, მაგრამ ფაქტიურად ამ სახლში დეს 2 სახლი. იმიტომ რომ მე რადგან ჩემი დედა მთელი სახლიც გავყიდეთ, იმიტომ რომ წამოვიდა ჩვენთან, მარტო ეხლა ვერ იქნებოდა ხიდის თავი და იმით გავაკეთეთ. თორე ხიდის თავის სახლი იყო ძალიან გასაკეთებელი. და მე რო გავყიდეთ, უკვე მოგვივიდა აქ ეს სახლი. ფაქტიურად ჩვენ რო ეს ბინა ვიყიდეთ, ჩვენ გაცვირებული ბინები არ იყო. მოვასწრე. და როგორ არ უნდა ვიყო ეხლა კმაყოფილი, კიდე გაძვირდა თბილისში ბინები. როგორ არ უნდა ვიყო კმაყოფილი, ეხლა მე რო სახლი მაქვს თბილისში. თუნდაც ესეთი თან ნელა ვაკეთებთ ეხლა და გაკეთდება უბრალოდ გამოზარდდეს და მივიყვანთ ბოლომდე. ხო და ვინც ესეთ რაღაცეებს წერს, ანუ მათ ვერ დაულაგებიათ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ამას განათლება უნდა. შემოძვირთასებო, აი თუნდაც ოჯახში პატივისცემას, რომელიც უნდა იყოს და სიყვარულზე არანაკლებია პატივისცემა ოჯახში. ძალიან მნიშვნელოვანია, აი უფრო მეტია მე მგონი. პატივისცემა არის 2 გასაღებია ბედნიერების, სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთს არაფრით ჩამორჩება. ხო და ამას უნდა განათლება. სწავლა. რო გაბრაზდები რაღაცას, პატივისცემით გამოთქვა, თუნდაც ჩემი ასე. რა დაიყო რომ დავიჩხუბო. ცუდი სიტყვები არა თქვა, არ შეგინო, არ დაიწყელო და ასე შემდეგ. მოთმინება, შენ თავზე დიდი მუშაობა უნდა ამას. და ადამიანები, რომლებიც დავუშვათ რაღაცეებს ისვრიან, რომ როგორ ცხოვრობ ეგეთ სახლში და რაღაცა ესეთები, ხო? ეს ადამიანები ანუ არიან ფაქტიურად თავის ცხოვრების უკმაყოფილი. იმიტომ წერენ ამას. ანუ შეიძლება ადამიანს აი განსაკუთრებით ალბათ მაგ კატეგორიას სახლი გარემოტებული ქონდეს. ყველაფერი ქონდეს, მაგრამ ცხოვრებით მაინც არ იყოს კმაყოფილი. აი გარემოტებული ქონდეს სახლი. თითქოს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ არა კამაყოფილებს ეგ. მეტი უნდა რომ ბედნიერი იყოს. აი პატარა რაღაცები, ანუ არ უფიქრდება როგორც ჩანს. ამ ყველაფერს. ან კიდე ის არა აქვს რაც მნიშვნელოვანი. მე მესმის მაგათიც. თუ ის არა აქვს რაც უფრო მნიშვნელოვანი. პატივისცემა და სიყვარული ოჯახში. სასახლეში რო ცხოვრობდე,
დედოფლები ადრე რა ვიცი, ყველაფერი რო ქონდათ. აბსოლუტურად ფანჯრიდან იპარებოდნენ და ძალიან შეიძლება ვიღაცა ღარიბი შეყარებოდათ და იმას მისდევდნენ. ბევრი თავს იკლავდა კიდევაც. იმიტომ რომ ეს გარემონტებული სახლები და რაღაცა ბრილიანტები და ძვირადღირებული ტანსაცმელი და რაღაცები არ არის მთავარი ცხოვრებაში, არის სხვა რაღაცა სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთობაში გულისხმობ, თორე ისე ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა ჩემთვის. ურთიერთობაში ეს არის ეს ორი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ეს არ არის, სასახლეშიც რო იყო, კმაყოფილო იქნება. მე ალბათ ვისაც ეს აქვს, იმას მისწერა, რა თქმა უნდა, ეგეთ რაღაცეებს, რომ როგორ ცხოვრობ, ეგეთ სახშიო. არა და მე ესეც მაკმაყოფილებს, რაშიც ცხოვრობ, იმიტომ რომ კარგად მესმის. ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია და ესეც სხვათა შორის ამასაც ვახასებ რაც მაქვს. აი მართლა მთელი გულით ჩემია ქირას ვარვიხდი. ქირას ვარვიხდი გოგოებო ჩემია და მე ამას კარგად ვიაზრებ რა. და ვაფასებ. ნახავთ. იქით წესესი აღარ იქნება გავაკეთებთ. სუფთად იქნება. ბრილიანტებსაც ჩამოვყიდებ კედელზე, რა თქმა უნდა, მაგრამ რამაზად იქნება. ეხლაც იქნებოდა უკვე, აი ეხლა უკვე იქნებოდა, მე უბრალოდ ნაფუში ზუსტად მაგიტო რომ სხვა რაღაცას ვაყენე პირველ ადგილზე, ჯანმრთელობას, ადამიანობას, სიყვარულს და სიკეთეს, აი იმიტომ არის, რომ მიწევს ისევ ესე, თორე ამას გავაკეთებდი. ესე არ ვიქნებოდით ახლა, მაგრამ საერთოდ მაგაზე ერთი წამი არ დავდო, ცოტა უნდა დავატკბო ჩემი ყავა. ერთი წამი, იმიტომ რომ ისეთი საქმე გავაკეთე, სამსახურსაც თავი დავანებე, წავედი და ხო იცით, ჩემი ამბები. არ მინდა ახლა რაღაცა ის გამომივიდეს, რომ რაღაც რა ვიცი, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. მე ასე ვფიქრობ. და მიხარი, პრიორიტეტულად მე ისე მაგდალაგებული მთავარი ჩემთვის, რაც არის ჩემ ცხოვრებიდან ჩანს. არც იმისი არ მერიდება, რომ გამოდივარ და ვიღებ ჩემს სახლს სულ. ყველაფერს როგორც ვარ და რანაირადაც ვარ. მთავარია სუფთად ვარ, ვიცი რომ სუფთად არის ჩემთან ყველაფერი. შეიძლება გარემონტებული სახლი გქონდეს და ცუდად იყო გეზარებოდეს დალაგება და მე ამასაც ისე ვარაგებ, როგორც გარემონტებული ჩემთვის არა ახალს მაგას. მე ერთმა გოგო მომწერა, რომ ჟანაო დედიკო ზუსტად ეგრე ალაგებდაო, არც კრიალებდაო, არც კი ეტყობოდაო, რომ გასარემონტებელი იყო ჩვენი სახლი ზუსტად თქვენაირი პროექტი არისო და ისე მე სიამოვნაო ეს ვიდეო ზუსტად შენაირად აწკრიალებდაო რა 20 წელი ვიცხოვრეთ ეგეთ ბინაშიო 20 წელი ხარ ხო 20 წელი წარმოიდგინეთ არ არის ეგრე ადვილი რა ცხოვრების საწყობა და მოწყობა ხალხი წლები არის წასული არის მუშაობს ემიგრანტები რომელიც ძალიან მიყვარან და პატივს რო სახლი იყიდო წლები არიან წასულები სამუშაოდ მოხუცებს სულიან სახლებს ალაგებენ რომ სახლი იყიდონ და აი ამ ბინაში თუნდაც წეს ძალიან ბევრმა გააკეთა რემონტი და ჩვენაირი ვანები გამოიტანეს სახლიდან. არ არის ეგრე ადვილი, რომლებიც უკვე ცხოვრობენ წლები, 8 წელი, 10 წელი, 15 წელი რო ცხოვრობენ, აი ესეთი ვანები, რაც გადავიღებუშინე, გამოიტანეს. ანუ ეხლა შეცვალეს. ხო და არა, ცხოვრობ. ძალიან ძნელი, თულია.
ეს კანფეტები რო შემიყვარდა, მოკლედ არ ვიცი. ძალიან. მარშმელო მათე. ძალიან მომწონს. იწაკა უნდა დავაყარო ახლა ნიკას ფილეს სუნელები და გამოვხო. ბოლოს იცით რატო? იწვის მერე ხოლმე და ისეთი სუნი დადგება ხოლმე რომ გაიგურდები. სუნელი როცა იწვის. ხო და ახლა ნახეთ უკვე შეიწვა ეს. ესე. მოწონს ძალიან იმითი. კინძი და უცხო სუნელი. მაგრამ აი ბოლოს უნდა დავაყარო და გამოვხო. ესე დავაყვიდი მე. არ უნდა დაიწვეს. თორე საშინელება ამერე. ესე. Teraz შეიწვა. მოჩ. სიო. მაინც დადგა წარმოიდგინეთ სუნი. მინდა და არ ვიცი რა მინდა, ერთი წუთით იქით რაღაცეები არის. ეშემი ვარდი აქ დავდნახეთ მათეს მაგიდაზე. ლაზაყარელია. ნაძვისხეც ისევ აქ მიდევს და უნდა ავიღო ესეც. მათე შენი მაგიდა დედიკო დასალაგებელი როა. მიდი დაალაგე. აქ ესეთი აჯიკები ნახეთ. ერთი ამწვანე. მწვანე წიწაკით არის. ეს არის წითელი. კვერცხი მოხარი. გიამბილას და ერთი კვერცხი რო შევჭამო, ჩამეთვლება. წაუზმე. ოღონდ, მამა, ეს აჯიკა მაინტერესებს როგორია. აქაც ხო იყიდება ესეთი. მიდაშუდისა. What the fuck is going on right now? Because ემაიცა გარეული. გემრიელია ძალიან. ძალიან. სულ სხვადასხვანაირებია ყველა. ოდნავ მომჟავო იყო ის, აბა ახლა ეს ნახო. ვეღარ წავიგე. დიდი დამეწვა უკვე და მანდო. ვეღარ წავიგე.
ახლა ისეთ ნახო. ეს სუმწვანია. ეს ძალიან პირველია. ძალიან ძლიერია, მწვანე. ერთი კვერცხი მეყო. მოიცა დანა მომაწოდე. მარსი ვისკი უყართ. მე. აჰა მოდი. ძაი. ნიგა. მე მიყვარს ქოქოსიანი კაფეტები. იქ მაქვს კიდე. არ ჭამენ ისინი. ფიქს პრაისში როლი კიდე. ამას უფრო ჭამენ. შეგინდა რომ არა აქ არაფერი არც თხილი. მარსი. ეგეთია. მაგრამ სნიკერსიც მამა ჩემს ჩამოქონდა ხოლმე ჩემ ბავშვობაში რუსეთიდან. ის სნიკერსი არ არსებობს ახლა ისეთი. ძალიან მრიელი იყო ის. ამაზე. კი, მათე. ბაუნტი ჩამოქონდა ხოლმე და სნიკერსი. სვანაირი გემოქონდა იმას. ეხლა სვანაირები იყიდება. არ ვიცი რა გავაკეთე საჭმელი. ნიკას აქ. დრეისა. Okay. ბურღულეული რაღაც არ უნდათ. აი წიწიბურა მაგალითად ამ ბრინჯი. მან ჩაუწიე მათე რომ მოვხარშო. ტოლმა ძალიან არ შეჭამეს იმ დღეს. პიცაც უყვართ. ვიცი რაღაცა უნდა მოვიფიქრო და გავაკეთო. ერთად ვისაუბრეთ. თქვენთვის იქნება საძილი ვიდეო რო აიკვირდება და მოიდუღეთ ყავა და ზალიეთ ჩემთან ერთად ყავა ყოველთვის გინდა ადამიანს დღის ყველა მონაკვეთში გაკოცეთ და დროებით მადლობა კიდევ ერთხელ გოგოებო ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესეთი თბილი სიტყვებისთვის მიყვარს